რიონის მარჯვენა ნაწილის მაღლობი უბანი გორა ცნობილი იყო უქიმერიონის, იგივე არქიელის გორის სახელწოდებით. აქვე არამხოლოდ უბნის, არამედ მთელი რაიონის სავიზიტო ბარათი ბაგრატის ტაძარი. ამ უბნის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ უბანი გორა, რომელიც მთელ ქალაქს გადაყურებს, ყველა უბნისგან გამორჩეულია. გამორჩევის როგორ არ გამოირჩევა? ყველაფრით, სილამაზით, უბნით, ფუჩით, ხალხით და რა ვიცი ესე. უბნის მაცხოვრებლების აზრით, გორა გამორჩეულია როგორც მისი მდებარეობით, ასევე მოსახლეობით, რომლის მსგავსი რთულია სხვა უბანში იპოვა. ხალხი კარგი ცხოვრობს, მეზობლობა კარგი გვაქვს. აქ მაინც ძირითადად ერთი ხელმძღვანელი საერთობინა თქვა ნიკიაზე. სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ხალხია და ეგენი ერთმანეთს ვერ ეგუებიან და ჩვენ ერთმანეთთან შეგუებულები ვართ. ბაგრატის ტაძრიდან რამდენიმე მეტრშია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, ასევე გორის უბანი ცნობილია გასართობი პარკით. ქუთაისის ერთ-ერთი უძველესი უბანი გორა. სწორედ აქ მეფობდა ბაგრატ მესამე. ამიტომ ამ უბნის მაცხოვრებლების აზრით, გორა სამეფო უბანია. ამ უბნის მაცხოვრებლების თქმით, უბანში ბევრი ადგილია, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ერთ-ერთი ასეთი ბაგრატის ტაძარია, თუმცა უბნის მაცხოვრებლების ნაწილი ფიქრობს, რომ მას შემდეგ რაც ბაგრატის ტაძარი განახლდა, ტურისტებისთვის ის ნაკლებად საინტერესო გახდა. აშენდა ბაგრატის ტაძარი. ლამაზია, წირვალოსვა, ყველაფერია, მაგრამ იმ იუნესკოდან ამოღებულია. ტურისტი მოდიოდა, ამიტომ რომ ძველი აინტერესებდა იმას. ქუთაისის უძველეს უბანში ამბობენ, რომ გორაზე არაერთი სახელოვანი ადამიანი ცხოვრობდა. მწერლები, კინორეჟისორები და მსახიობები.